მოგესალმებით, ძვირფასო მეგობრებო, ივლისისთვის ზოგადი მიმოხილვა გავაკეთოთ. ვინც არ დააკომენტარებს და უბრალოდ ესე შორიდან ისმენთ და არ იწერთ გვერდს, თქვენთვის არც ერთი გაშლა არ რეზონირდება პირიქით, დაზიანდებით. ასე რომ კეთილი ინებეთ და გამოხატეთ კარგი ინფორმაცია თუ გინდათ თქვენთვისაც რეზონირდეს, მადლიერება. ივლისისთვის ზოგადი მიმოხილვა იქნება პირველი და მეორე ვარიანტი. პირველი და მეორე ვარიანტი. მოდი აბა ჩვენს გოგონას კითხოთ რა აქვს აქ. შავი ობსიდიანი და მალაქიტი, მეორე ვარიანტი. ვინც აირჩია დააპაუზეთ. პირველი ვარიანტი, შავი კვერცხი. ივლისისთვის ზოგადი მიმოხილვა. ნახოთ აბა. რას გვეტყვის ჯერ ეს ვთქვათ ხო? რას ლაპარაკობთ? ძალიან სწრაფი წინსვლა, წასწრაფი სწრაფი ფიქსირდებათ ივლისში გადაადგილება. დაბნეულობიდან ან გამოვალი მდგომარეობიდან გამოსვლა. კი, ეს ამ შემთხვევაში განკურნებას ნიშნავს. მოდი ვნახოთ რა ხდება. პირადში გაცვლილებები იქნება. ივლისის თვეში იქნება საკუთარი თავის უფრო მეტად დაბალანსება, არ არის გამორიცხული, რომ ადამიანს შეიძლება თქვენ შეიკავოთ თავი, უარი უთხრათ, ურთიერთობიდან გაახვიდეთ, ან უარი გაქვთ ნათქვამი, რაღაც ესეთი ყოფილა. ყოველ შემთხვევაში აქ ფიქსირდება პიროვნება, რომელიც არის ძალიან ესე რომ ვთქვათ, თავშეკავებული, მაგრამ თან მონატრებული. მე ესე გეტყოდით. ძალიან რომანტიკული ფიქრები აქვს და ძალიან დაბალანსებული ენერგიებით მოდის თქვენთან ადამიანს აქვს გრძნობა, ვერ დავარქვა მანდამაინც სიყვარულს, თუმცა მონატრება და ძალიან ძლიერი მოწონება თქვენს მიმართ, ნამდვილად აქვს ამ ადამიანს. გექნებათ საუბარი ამ ადამიანთან. და სხვათა შორის ძალიან შეიძლება ჭკვიანურად, შეიძლება ძლიერად ესეთ პიროვნებად მოგაჩვენოთ თავიან, ასეც არ სდგეს, ასეთი იყოს უბრალოდ ეს ადამიანი ძალიან ჭკვიანი, წარმატებული, შემდგარ ნასწავლი ესე ვიტყოდი. ხო? კარგით, როგორ განვითარდება? სხვათა შორის შესაძლებელია ისიც თქვათ, რომ კი ასეც მიოცნებია, თუმცა არის ბევრთან იქნება ესეთი ვარიანტი. თქვენს ოცნებებზე რომ დაიწყოთ საუბარი, გაამახვილოთ ყურადღება, ეგრევე შეიცვლება ეს ადამიანი, სხვა ენერგიებში გადავა, მამაკაცი, რომელიც ესე წარმოსჩენილად და წარმოსადეგად გამოგეცხადებათ, მე შესაძლებელია სულ სხვა ცივი უხეში და ისეთი აღმოჩნდეს, ან დღეს ერთი თქვას, აი ცვლილება ფიქსირდება ხასიათის, ამიტომ დააფიქსირეთ თქვენი აზრები ამ ადამიანთან, ოცნებები, რა სურვილები და აუცილებლად ამოიცნობ. და არის მეორე ვარიანტი, ბევრთან ესე იქნება, რომ კიდევ გამოჩნდეს თქვენი წარსულიდან პიროვნება, რომელიც რამე შეეცდება ეს ადამიანი. ახლა ხო, ამასაც გრძნობა აქვს, რას ლაპარაკობთ? ყველას სიყვარულის ბუშტი უსკდება ივლისში, იცოდეთ რომ მზად იყავით, ესე იგი ყველა მამაკაცი, ვინც თქვენს ირგვლივ გამოჩნდება, ყველა შეყვარებული არის ყურებამდე თანაც. არ შემიძლია მე ეს ამბობს როგორ ეცით, არ შემიძლია უშენოთ თუ რაღაც უსიყვარულოთ რაღაცა ესეთი ვარიანტი. თუმცა აქ მე ვერ ვხედავ ქალბატონს აქტიურს, ანუ ეს რომ იყოს ქალბატონი თვითონ
უნდა შეიძლება კი გინდათ კაცო ჯანსაღი ურთიერთობა ვის არ უნდა, მაგრამ არა გაქვთ ეს ესე რომ ვთქვათ აფიშირებული ახლა დავუშვათ ახლა თუ იქნება თუ არა და თქვენი ესეთი პოზიცია უკავია აქ ალბათონს კარგი ნახოთ კიდე უფრო მეტი ცვლილებები თუ არის მოსალოდნელი რა თქმა უნდა ცვლილებები მოსალოდნელია იგრძნობთ პირადში ძალიან ასე რომ ვთქვათ ცვლილებებს მე ასე გეტყოდით რაც მოგიტანს სხვათა შორის ძალიან კარგ ენერგიებს ეს ენერგიები იქნება ძალიან დადებითი ძალიან პოზიტიური რაღაც სიხარული კმაყოფილების შეგრძნება სასწაული რაღაც დაფიქსირდა პირადში ვერ ვიტყვი რომ ეხლა რამე გადაწყდეს როგორ იცით მანდამაინც ქორწინება ხომ არ არის მაგრამ ეს ენერგია თქვენ ძალიან შეგავსებთ შეიძლება ბედნიერების შეგრძნებაც კი მოგიტანოთ ხო აი თუნდაც ის მომენტი რომ ესეთი პიროვნება გამოჩნდა შენ ცხოვრებაში ის რომ აი ვიღაცას ხა ზოგს ესეც სჭირდება ხალხო ხო ვიღაცას უყვარხარ აი ამის შეგრძნება ესე რომ ფარავთ ზოგიერთები და არ ამბობთ და მით უმეტეს თუ კი ადამიანი მოგწონს აი იმის შეგრძნება რომ უყვარხარ და მისთვის ასურველი ხარ ან მოწონხარ ან რაღაც ეს მონეტრება აქვს ხო რაღაც შენთან სურვილები აკავშირებს ამ ადამიანს ყველას შეიძლება არ გესიამოვნოს მაგრამ აქ ვხედავ რომ ეს ენერგიები თქვენ გაბედნიერებთ და გავსებთ ესეთი ზოგადი მემოხილვა არის პირადში და ნახოთ ფინანსებში პირველ ვარიანტში რა იქნება ეხლა ფინანსებიც კარგი მითხარე გენაცვალე ფინანსებში როგორ იქნება კომუნიკაცია, მეგობრობა, თანამშრომლობა სხვათა შორის. მე გეტყოდით, რომ აქ შემოდის ფინანსები პირველ ვარიანტში, ესე იგი ფინანსებიც კარგად იქნება. და ზოგადად, იცით რა გითხრათ, ყოველთვის არ უნდა დაგენანოთ, მე არ ვთვლი, რომ ეს არის აი საჭმელში რა ვიცი, ფული გენანებათ, არის ხალხი რომ ენანება, მაგრამ გინდა არ გინდა, უნდა იყიდო და გამოიკვებო. აი დასუფთავების რაღაც ახლა საშუალებებში გინდა არ გინდა საპონი უნდა იყიდო, ხო? შეიძლება ეხლა ისინი ვერ იყიდო სიტყვაზე სპეციალური საწმენდი საშუალებები ფუფუნებისკენ უფრო რაც გადადის, მაგრამ ელემენტარული რომ სახლი გაასუფთავო, მაინც გჭირდება, ხო? ხო ყიდულობ და იგივე არის თუნდაც აქაც. ეს წარმატების პატარა მოსაზიდი რიტუალი, რაღაც გააკეთოთ, უფრო შემოიბრუნოთ ეს ხელი, ხო? დავუშვათ შემოbrunდა რაღაცა. მერე უნდა შეეცადოთ, რომ ან შეინარჩუნოთ ენერგია, ან ისევ რაღაცები დროდადრო შემატოთ თქვენს თავს, ჩემოკარგებო, ეს არის ჩვეულებრივი ყურადღება შენს ენერგიებთან და რესურსებთან მიმართებაში. ეს არ არის რამე ისეთი განსაკუთრებული რომ არიქაავ რამე ჩაიდინით არაფერი ჩვეულებრივად როგორც იკვებებით და თუნდაც საკუთარ თავს ისუფთავებთ რაღაცა ესეთი ენერგეტიკული დასუფთავება მიხედვა გაძლიერება ენერგიების ხო ყოველ შემთხვევაში აქ ნამდვილად ფიქსირდება კომუნიკაცია საზოგადოება თანამშრომლობა შეიძლება გაიზარდოს რაღაცა თქვენი სამეგობრო წრე და ეს რა არის ხო თქვენ რაზეც გული გწყდებოდათ მე ასე ვიტყოდით აი მაგ ენერგიებიდან გამოსვლა გეძლევა ჩანსები იმის რომ ეს რა ზულად მოყვება ხო მაგრამ კარგი მონახე შეიძლება უეჭველი ეს არის რაღაც აქ შეიძლება ვინმეზე გულის წყვეტა ვინა ეს რა საკითხს ახება გულის წყვეტა გამო ქალი შეიძლება ვიღაცა დაკარგოთ აქ მეგობარი ან ნაცნობი ან თანამშრომელი ვიღაცა გავუშვით ეს კაცო მის გზაზე, იმიტომ რომ გზებს გიკეტავთ აქ და რაღაცნაირად ისე რაღაც იმათ მოყვებათ. როგორ რა ვიცი, აი კატაროა გედევნებათ გზაში, პატარა ესა უსახლკარო მიუსაფარი და გამოგეკიდება კნავილი, მაგრამ იმას კაი მოული შეიფარება ჭმება მას დაანებეთ და იმიტომ რომ თქვენ გიბლოკავთ გზებს რაღაც ისე მოყვებათ, მოგზდებთ ცხოვრებაში ზოლივით ეს ადამიანი. ამიტომ ნუ გამოყვებავთ მის ენერგიებს ჩემოკარგებო. რაც შეეხება აქ ნამდვილად გიფიქსირდება ძალიან კარგი შენაძენი გაუთვალისწინებელი, რომელიც ჯერ გათვლილი არა გაქვთ და მოფიქრებულიც არა გაქვთ, რაღაც გამოხდება ესეთი და ცოტა თანხები მეტი დაგჭირდებათ აქ ვიდრე იდეაში არის, მაგრამ ეს ყველაფერი მოგვარებადია, საბოლოო ჯამში თქვენ ღებულობთ, თუ სესხი გინდათ სესხს ღებულობთ, თუ თანხა გინდათ თანხას ღებულობთ. ძალიან ესე ვთქვათ ფინანსურადაც გამართული თქვენ გექნებათ
ხო, ნაყოფიერი, მე ასე გეტყოდით, რომ საბოლოო ჯამში ამ თვით ძალიან კმაყოფილი დარჩებით, კი ბატონო. კი, საბოლოო ჯამში მე მაინც გეტყოდით, რომ კმაყოფილი დარჩებით აქ მთლიანად თვის შეჯამებით რომ ნახოთ, იმიტომ რომ გარკვეული სურვილის ასრულება გაქვთ, მე გეტყოდით, რომ შეიძლება ცოტა თვალი, ეს, ზოლად მოყვება ვიღაცა ენერგეტიკულად რო ცდილობს დაგაზიანოთ, მაგრამ შეძლებს დაზიანება, ასეც არის ეს თანამშრომელი. ცდილობს რაღაცა წარსულ მეთოდებს მიმართავს, ესე იგი, რაც ეს გაფრთხილებასავით არის მეორე ვარიანტი, რომ ნახეთ, წარსული რაღაცა გაკვეთილები, რაც გაგარებინათ, იგივე მეთოდები ძალიან ფართხალებს. ეს იმენა როგორ არის, იცით, შეამჩნევთ ამას თქვენ თუ დააგვირდებით. ფართხალებს, არა, ამან გავლენა თქვენზე ვერ უნდა მოახდინოს. ეს სტაბილურად, ესე იგი, თქვენს ცხოვრებაში, ასე ვთქვათ, გადაკიდებული თუ რაღაც, იმიტომ მიფიქსირდება. ესე იგი, ეს დიდი ხნის ამბავია, ესე სტაბილურად ან მეზობელია შეიძლება ამ თანამშრომელი. რომელიც ცდილობს, რომ რაღაცები მაგრამ არ გამანახე რამდენად გამოსდის ეს ყველაფერი გამოსდის რომ არ გამოსდის იმიტომ ფართხალებს და ზუსტად ამიტომ შეამჩნევთ ძალიან ფრთხილად და ყურადღებით იყავით ნურაფერს გაანდობთ ამ ადამიანს ხო რაღაცნაირად შესაძლებელია თქვენს ნახეთ ფინანსებში დაფიქსირდა მარტო ფინანსები არ არის ფინანსები საიდან მოდის სამსახურიდან მოდის ხო და რაღაცა თქვენი საქმიანობიდან მოდის. აი ამ სფეროპირაჩი კი არა, აი აქედან დამიფიქსირდა. ესე გამოდის, რომ რაღაცნაირად შეიძლება გიბლოკავთ ეს ადამიანი, შეიძლება შეკვეთა რო შემოგდით, ან არ შემოგივიდეთ, ან რაღაც არის ისეთი, ხო, ეხლა როგორ მოვიყვანო მაგალითი დავუშვათ გამოძახებაზე თუ მუშაობთ, შეიძლება ამან აი ცდილობდა გადაგბლანდებოდათ ფეხებში და თვითონ მიეთვისებინა ეს ყველაფერი და რაღაცა ესეთი ის არის. ან ძალიან თვალი რომ აქვს დადგმული, ну, გარდა იმისა, რომ თავისი გაკვეთილები ძალიან გითვალთვალდეს ქურდი, ენერგეტიკული, რავი, ეს არ არის გამორიცხული ოჯახშიც არის, ან ოჯახში ხართ მასთან დამყოფი. ძალიან ნახეთ საჯარო გაშლა თითქოს და ძალიან პირადული, ძალიან იმათ დაფიქსირდა ვიღაცისთვის კონკრეტულად კონკრეტებული მომენტი, რომელიც ხო, მოერიდეთ, დაბლოკეთ ამის ენერგია, მე ეს არ მომწონს, ცდილობს და არ მისცეთ ამის საშუალება შუბლზე, ამივიდა ახლა თვალები. სიმართლე გითხრათ. ეთყობა თქვენ ნახეთ კი შემჩნეული ყავთ, მაგრამ შესაძლებელია ასე თუ იყო მთლად ეს აი თქვენი ცხოვრები ცხოვრობს. რამდენი ის არის მოკრეცულდაბალი. საბოლოო ჯამში თქვენ ძალიან კარგი ფინანსური ენერგია გაქვთ და საერთოდ პირველ ვარიანტი გილოცოთ ძალიან კარგი თვე დაგიფიქსირდათ ზოგადად, ხო? ძალიან კარგი. მეორე ვარიანტი, ვინც ჩაიფიქრა ეს მალაქიტი, მოდი ვნახოთ რა ხდება მეორე ვარიანტში. ოჩარ მეორე ვარიანტიც რაღაც კარგად დაიწყო თითქოს რა ხდება თქვენთან. ძალიან გამარჯვებული და აქ ხალი არის ისეთი ძლიერი რომ წესით თქვენ ყველაფერი უნდა შეძლოთ გამარჯვება გიფიქსირდებათ ნახეთ თქვენ საკითხი 4-ვე კუთხის თუ რაღაცაიდან პირს მივიბრუნებ რომ რაღაცა უნდა გამოგივიდეთ ან ამ პოზიციაზე ხართ შეიძლება ამ ენერგიებში გადაყვიდეთ ივლისის თვეში კარგით ნახოთ ხალხნო ვისთანაც მაგიური დაზიანება არის ეს გაითვალისწინეთ და კი თქვენ საჯარო გაშლას მოისმენთ მიმღებლობას გააკეთებთ მაგრამ ეს არ არის საკმარისი თუ იქ არის დაზიანება უნდა მიხედოთ შესაძლებელია ამ შემთხვევაში რა ხდება თქვენთვის იყოს ეს ყველაფერი ინფორმაცია მაგრამ არ სრულდება რატო იმიტომ რომ იქ არის რაღაც დესტრუქციული ძალა რომელსაც უნდა მიაქციოთ ყურადღება და გაითვალისწინოთ ხო აი ეს არის აქ ეს რა არის გავგიზდები ახლა ეს რა დამცეცხლავთ
აი ეს არის როგორ რაღაც იცით, რასაც უნდა მიაქციოთ ყურადღება. ესე თქვენთვის კი ბატონო, როდესაც ისმენ სულ კარგი ინფორმაციას და დაუშვათ არ სრულდება. რატომ არ სრულდება? იმიტომ რომ იქ არის რაღაც დესტრუქციული ძალა, რომლისგანაც უნდა განთავისუფლდეთ. სინამდვილეში ეს არის მინიშნება, რომ შენთვის ესეთი კარგი სიძლიერე წარმატება და რაღაცეები არის, მაგრამ კარგით, ვნახოთ რა ხდება ამ ქალბატონთან პირადში, რა ცვლილებები იქნება. პირადში, ну მე ვფიქრობ, რომ აქ მოგიწევთ აუცილებლად საუბარი, შესაძლებელია გზაზე იყოს პიროვნება და ზუსტად გაიგოთ რაღაც ინფორმაციები, ყოველ შემთხვევაში გაგაცნობთ მის თავს ძალიან კარგად ეს ადამიანი, თუ არ იცნობთ, შესაძლებელია გონიათ თქვენ იცნობთ, მაგრამ აუცილებლად სხვანაირი გაცნობა ხდება აქ და ასე ვთქვათ, მე მგონია რომ რატომღაც პირადში მთლად წესრიგში არ არის, ბევრი გაუთვალისწინებელი რაღაცები მოხდა აქ თქვენთან, ამიტომ პირადში რა ხდება? ხო, კი ფიქსირდება პიროვნება, თითქოს შეიძლება ეს რაღაცა ოჯახშიც არის, მოდის თუ რავი, მოკლედ ან ახლოს თქვენთან, მაგრამ აქ ბევრი ნახეთ საუბარი, რაღაც დაბნეულობა, არ იცით როგორ მოიქცეთ, კარგი როგორი ენერგეტიკით შემოდის ეს ადამიანი თქვენს ცხოვრებაში. ენერგეტიკას ძალიან ცუდს ვერ დავარქმევ ამ ადამიანისას, უბრალოდ შესაძლებელია თქვენ რაღაც ვერ ხართ მთლად ესე არ გერომანტიკებად, ხო, ამიტომ მაინც მგონია რომ ამ ადამიანს თქვენ იცნობთ ეს ძალიან ახლო და ესეთი პიროვნება არ არის, კი ბატონო ფიქსირდება გააქტიურება, გექნებათ. სხვათა შორის მე ვერ ვიტყვი რომ აქ თქვენ ჩხუბი გაქვთ, ჩხუბი კი არა გაქვთ, მაგრამ რაღაცა საკითხზე მსჯელობა შეიძლება კი ხმა მაღლა და ძალიან ცოტა ისე გიწიოთ ესეთი რაღაცნაირად, ხო? და საუბარი, მაგრამ ეს ჩხუბში მაინც არ გადადის, ხო? რაღაცის დამტკიცება, რაღაცების გადალა ხო არ არის გამორიცხული ესეც. ხო, არა, ის ხასიათი არ გიკაცრდებათ, აქ არავის არ გადაჭრით, გადმოჭრით, არავის არ დაბეგვავთ და რაჭკული დათვივით და ასე შემდეგ. მაგრამ საკმაოდ ესეთი საუბარი იქნება სერიოზული. კარგით, ვნახოთ ფინანსებში რა ხდება მეორე ვარიანტთან. მაგრამ ძალიან ძლიერი ქალბატონი ხართ. ფინანსებში მეორე ვარიანტთან რა ხდება? ოჯახში აქაც მიფიქსირდება რაღაც გარკვეული, ასე ვთქვათ, შენაძენები. საერთო ჯამში მე შეჯამებას ესე გავაკეთებდი, თითქოს კი ბატონო არის სტაბილური შემოდინება, არის რაღაც შეიძლება ის საბუთი იყოს და ან რაღაც ან წერილობით მიღებული თანხები. თანხა ფიქსირდება, აქ მე ვერ ვიტყვი რომ ცარიელ-ტარიელ და მშიერი იქნებით თქო, უბრალოდ არის რაღაც აქ არის ვალდებულება, აქ არის სტაბილურად ერთი და იგივე პრობლემა. კარგია. ფიქრობთ რაღაცის მოგვარებას, მაგრამ მოგვარებთ კრიზისიდან გამოსვლა ცოტა რთული არის აქ. ძალიან რთული არის აქ, გზაში ცოტა ფრთხილად და ყურადღებით იყავით, რატო ეს გზები მიფიქსირდება, შეიძლება ხშირი გადაადგილება მოგვიწიოთ და ამიტომ ყურადღებით იყავით. ყოველ შემთხვევაში აქ კი ბატონო არის შემოსავალი, მაგრამ იცით რა, ახალი სესხირამი არა იყოთ ვალდებულება, ესეც იყოს, ხო? შეიძლება აქ გამოჩნდეს ადამიანი, ვინც გთხოვოთ პირდაპირ. მოდი იცი რა, ის ესხე ჩემს გამოდა რაღაც ესეთი თემაც. არ გააკეთოთ ეს კაცო. არის თქმა, ეს თქვენ არ დაგაზარალებთ პირიქით, მერე თქვენ არ მოხდეთ სანერვიულოში, ხო? ოჯახში მაინც ასე ვთქვათ, ფინანსური მდგომარეობა კარგი არის ივლისის თვეში. მოდი ერთი ორი არკანი კიდე მითხარი, ფინანსური ენერგია ივლისის თვეში.
რაღაცა გეტყოდით რომ ფინანსური ენერგია ცოტა გასაწმენდი გაქვთ ფინანსები გასასუფთავებელი კი ჭირდება როგორც თვალიდან ჭირდება ადამიანს გასუფთავება და რაღაცებიდან მე აქ ისე დავიწყე თავიდანვე ისე ვახსენე ჯადოები რაღაცები რაღაც არის ნეგატივი ხო რადგან საჯაროა რატომღაც არ მინდა დავაფიქსირო იმიტომ რომ ბევრი რაღაცები ტრიალებს თავში და შეიძლება ბევრი რაღაცებიდან მოდის ხო ეს ყველაფერი ნახეთ ამიტომ მეც მომინდა ეხლა ცოტა ეს ჭხირი დავან თუ რაღაც მოვასუფთავ აქ თქვენ წარმოიდგინეთ მე უფრო მგონია რომ რაღაც გჭირდებათ ბევრს ხო ვინც იგრძნობთ თქვენ თვითონ გჭირდებათ თუ არა აქ არის რაღაც უნდა მიაქციოთ ყურადღება და გაასუფთავოთ მიუხედავად ამისა მაინც არის შემოდინება თანხების ხო ახალი ვალები შეიძლება სესხი თუ გინდათ ეს სესხი დაიმტკიცოთ ესეც იყოს ზოგადი მიმოხილვა ეს იყო რა თქმა უნდა შიგადაში გაშლები იქნება მთელი თვის განმავლობაში გამოწერა და კომენტარები არ გავიწყდეთ თორე არ რეზონირდება იძახეთ ისე და ისმინეთ ტყუილად აი ესეთ ხასიათზე ვარ დღეს